რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ. მოგესალმებით მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მოდით ვნახოთ საჯარო გაშლა თემით რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი და მოდით ვნახოთ აბა რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ. რა მოულოდნელი ცვლილებები უახლოვდება პირველ ვარიანტს და რა მოულოდნელი ცვლილებები უახლოვდება მეორე ვარიანტს. ორ ვარიანტიანი გაშლა გვაქვს, პირველი და მეორე, ვისაც გიჭირთ ასე არჩევა ქვებსაც დავამატებთ, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ, პირადი კონსულტაციის მსურველებს შეგიძლიათ მომწეროთ პირადში. თუ გჭირდებათ დააპაუზეთ მეგობრებო. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტით, მაგრამ მანამდე შეგახსენებთ, რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად უნდა მოიწონოთ ეს ვიდეო, ეს პოსტი და ვიწყებთ პირველი ვარიანტიდან. რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ თქვენ? არკანი ვარსკვლავი. ეს გახლავთ უფროსი არკანი, ამიტომაც აქ თქვენ გელოდებათ ნამდვილად ძალიან საბედისწერო ცვლილებები, ფაქტობრივად აქ მოდის თქვენი რეალობის გადაწერა, თქვენი რეალობის ალგორითმების შეცვლა და რა გკითხეთ? არკანი ვარსკვლავი. ვარსკვლავი ვინ არის ზოგადად, ხო? ვარსკვლავი არის ადამიანი ულამაზესი, უმშვენიერესი. ვარსკვლავი არის ის, ვინც მარტივად იპყრობს ადამიანების ყურადღებას. ვარსკვლავი არის ის, ვინც არის ცნობილი. რა თქმა უნდა, არ ვამბობ იმას, რომ ყოველი თქვენგანი ცნობილი გახდება, ან ასე იქნება, ან ისე იქნება, მეთქი აუცილებლად, მაგრამ ერთადერთი რისი თქვაც შემიძლია, ამ არკანიდან გამომდინარე, ეს არის ის, რომ თქვენი რეალობა აუცილებლად 100%-ით შეიცვლება უკეთესობისკენ. თქვენი რეალობის ალგორითმები იცვლება უკეთესობისკენ, იმისკენ, რომ თქვენ არ აქვს მნიშვნელობა, მამაკაცები ხართ თუ ქალბატონები, თავს იგრძნობთ ბევრად უფრო ლამაზად, ბევრად უფრო მიმზიდველად, ბევრად უფრო საინტერესოდ ადამიანების თვალში. აუცილებლად იგრძნობთ იმას, რომ თქვენს აზრს გააჩნია ავტორიტეტი, აუცილებლად იგრძნობთ მეტ ყურადღებას როგორც საპირისპირო სქესისგან, ასევე თქვენივე სქესისგან, პოტენციალური მეგობრებისგან, პოტენციალური პარტნიორებისგან. აუცილებლად იგრძნობთ საკუთარ საქმიანობაში განვითარებას, წინსვლას. ასევე აქ მოდის ვიზუალური, ანუ თქვენი გარეგნობის ცვლილებები უკეთესობისკენ. ხოლო ვისაც გაქვთ თქვენი აუდიტორია, მაგალითად ხართ ან ინფლუენსერი, ან რაღაც მსგავს სფეროში მოღვაწეობთ, აქ აუცილებლად მოდის მეტი პოპულარულობა, მეტი ცნობადობა. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა მოულოდნელი ცვლილებები ელოდება პირველ ვარიანტს. არკანი ხმლების 9-იანი, კვერთხების 7-იანი, თასების 10-იანი, პენტაკლების პაჟი. მეგობრებო, შეხედეთ პირველი ვარიანტი, თქვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში დიდი ალბათობით გქონდათ რაღაც გარკვეული სტრესული მდგომარეობა, შეიძლება ახლაც ხართ რაღაც ასეთ გადაღრილ ენერგიებში, შეიძლება უძილობა გაწუხებდეთ ასევე ძალიან ბევრ თქვენგანს. ან რაღაც ზურგის პრობლემები, ძილის პრობლემები, ინსომნია, ასეთი ენერგიები მოდის და ნახეთ, ამ კუთხით იქნება ახლო მომავალში ცვლილებები. უბრალოდ ცოტა ხანი ეს პერიოდი კიდევ გაგრძელდება, ვერ ვიტყოდი რომ ეს იქნება რაღაც სწრაფი და უცაბედი ცვლილებები და ნახეთ თქვენ გადადიხართ არკანი ვარსკვლავის, არკანი თასების 10-яნის და პენტაკლების პაჟის ენერგიებში. აქ მოდის ძალიან პოზიტიური და დადებითი ცვლილებები, სადაც თქვენ რისთვისაც იბრძოდით, იმას ღებულობთ. ზოგადად ნახეთ, ადამიანები სამწუხაროდ ვარ დაპროგრამირებულები ისე, თანამედროვე სამყაროში, რომ გგონია, რომ აუცილებელი არის ბრძოლა საკუთარი თავისთვის, ბრძოლა საკუთარი სურვილებისთვის და თითქოს თქვენ მიხვდებით, რომ აქამდე რასაც აკეთებდით, აქამდე რის გამოც ისტრესებოდით, ამ ყველაფერს მოეცემა ძალიან დადებითი შედეგი. თქვენ მიხვდებით, რომ ამდენი ბრძოლა საერთოდ არ იყო საჭირო. აქ იქნება დადებითი ცვლილებები ოჯახში. თუ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე ხართ მარტოსული, აქ შეიძლება იყოს ახალი ურთიერთობა, ახალი ადამიანი თქვენს რეალობაში, დიდი ალბათობით იქნება აუცილებლად, ხოლო ვისაც ყავთ უკვე პარტნიორი, ამ შემთხვევაში ურთიერთობის გაუმჯობესება, გაჯანსაღება ჩანს და ჩანს რაღაც ცვლილებები მატერიალური ასპექტით. მაგალითად სამსახურის შეცვლა, კარიერის ცვლილებები, რა თქმა უნდა, პოზიტიურისკენ. აუცილებლად პოზიტიურისკენ მეგობრებო. აქ მოდის ცვლილებები თქვენს ან კარიერაში, ან პროფესიულ დონეზე. მაგალითად, თქვენს პროფესიას დაეუფლებით ბევრად უფრო კარგად, უკეთესად. შეიძლება
შეიძლება რა უმეტესობასთან აქ იქნება ცვლილებები კარიერაში, რაღაც ახალ კარიერას დაიწყებთ ან რაღაც ახალ საქმიანობას. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. შეხედეთ ეს არკანი როგორ ხდება აი ამ ქვას. მეორე ვარიანტი, თქვენ რა მოულოდნელი ცვლილებები გიახლოვდებათ? აქაც უფროსი არკანი ზომიერება. ეს არკანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ მეორე ვარიანტი თქვენთვისაც ძალიან საბედისწერო ცვლილებები მოდის, მაგრამ ეს ცვლილებები არის მეტად შინაგანი და მეტად ეხება რაღაც შინაგან განწყობას. თავს იგრძნობთ უფრო ჰარმონიულად, მეტად ჰარმონიაში იქნებით საკუთარ თავთან, საკუთარ სხეულთან, საკუთარ შინაგან მდგომარეობასთან. მეტად მშვიდად იგრძნობთ თავს, განსაკუთრებით თუ თქვენ გაწუხებთ ან შფოთვები, ან თუნდაც თქვენ შეიძლება გაწუხებდეთ ხო უძილობა რაღაც გარკვეული ჯანმრთელობის ან მენტალური მდგომარეობის პრობლემები. ეს შეიძლება დადებითისკენ. თქვენ იგრძნობთ საკუთარ რეალობასთან ძალიან მძლავრ ჰარმონიას, იგრძნობთ იმას, რომ ხართ ჰარმონიულად როგორც საკუთარ რეალობასთან, ასევე საკუთარ ცხოვრებასთანაც, აი აუცილებლად. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა მოულოდნელი ცვლილებები ელოდება მეორე ვარიანტს. ნახოთ აბა. არკანი თასების დედოფალი. სიტყვების კი ზედმეტი არის, თქვენში იღვიძებს შემოქმედებითი ენერგიები, შემოქმედებითი მოტივაცია. განსაკუთრებით ეს ეხება ხელოვან ადამიანებს, რომლებსაც გაქვთ თქვენი საქმე, თქვენი რაღაც ბიზნესი, ან ზოგადად შემოქმედებით სფეროში მუშაობთ, მაგალითად, გაქვთ ან თქვენი, არ ვიცი, სალონი, ან ხართ მხატვარი, მოცეკვავე, არ აქვს მნიშვნელობა. ამ კუთხით იქნება ძალიან პოზიტიური ცვლილებები. თქვენ იქნებით ძალიან სენსიტიური ახლო მომავალში, იგრძნობთ იმას, რომ მეტად მკვეთრად იგრძნობთ სამყაროისეულ ენერგიებს. თქვენი ინტუიციაც იქნება გაძლიერებული. იგრძნობთ სამყაროსგან გვერდში დგომას. იგრძნობთ შემოქმედებით ენერგიებს. იგრძნობთ იმას, რომ თქვენ თავად ქმნით თქვენს რეალობას. დავამატოთ კიდევ არკანები, რა მოულოდნელი ცვლილებები გელოდებათ. არკანი მეტლი, არკანი თასების ორიანი, არკანი შეყვარებულები და არკანი კვერთხების პაჟე. ეს გახლავთ მეგობრებო, სრულიად ახალი ფურცელი, სრულიად ახალი რეალობა, ისევე როგორც პირველი ვარიანტის შემთხვევაში იყო. ძალიან სასწაული საჯარო გაშლა გამოვიდა, იმიტომ რომ გრძნობდი ამ თემაზე უნდა გამეკეთებინა კონკრეტულად ამ დასტით და გრძნობდი რომ რაღაც ძალიან პოზიტიური ინფორმაცია უნდა გამეჟღერებინა. ნახეთ, სამი უფროსი არკანი ამოვიდა. უმძლავრესი ცვლილებები არის ეს. ვერ ვიტყოდი რომ მალე მოხდება და სწრაფად, მაგრამ ყველასთან ინდივიდუალური ინტენსიურობით იქნება. ეს არის ადგილმდებარეობის შეცვლა და ასევე აქ თქვენ გააკეთებთ რაღაც ძალიან სწორ და ძალიან საჭირო არჩევანს. აქ მოდის მეტი კომუნიკაცია ადამიანებთან. მეტი საუბრები, მეტი სასიამოვნო კომუნიკაცია და საუბრები, რა თქმა უნდა. კონკრეტულ ადამიანთან შერიგება და მოლაპარაკება იქნება აქ ასევე აუცილებლად. და რაც მთავარია, ახალი იდეები, ახალი შემოქმედებითი ენერგია და სრულიად ახალი გზა. ან ახალი საქმიანობა, ან ახალი ადამიანი, რომელიც გადაატრიალებს თქვენს რეალობას პოზიტიურისკენ, მოდის თქვენს რეალობაში. ნებისმიერ შემთხვევაში აქ აუცილებლად იქნება რაღაც სასიამოვნო კომუნიკაციები და საუბრები ადამიანებთან. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა წარმატებები და ნახვამდის.